პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმების მიუხედავად კვლავ გამოწვევად რჩება პატიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობა და ფსიქიატრიული დახმარება. ასევე ნარკოდამოკიდებულ პირთა მკურნალობა, რეაბილიტაცია და სამედიცინო მომსახურების უწყვეტობა. ამ საკითხებზე დღეს სპეციალურ კონფერენციაზე საუბრობდნენ, სადაც პენიტენციურ სისტემაში ჯანდაცვის კუთხით გატარებული რეფორმების შედეგები და ამ დრომდე არსებული პრობლემები განიხილეს. ფსიქიატრიული პრობლემაა და რომელზეც ვიწყებთ უკვე მუშაობას და ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა, რომელზეც ასევე დაწყებული გვაქვს მუშაობა და წლის ბოლოდან დავიწყებთ, ეს არის სუიციდის პრევენციის პროგრამა, იმიტომ რომ ციხე ზოგადად ის ადგილია ჩაკეტილი სისტემა, სადაც სუიციდისადმი მიდრეკილება არის ძალიან მაღალი. საპყრობილეებში ჯანდაცვის რეფორმის განხორციელებას ერთ-ერთ ყველაზე რთულად აფასებს ჯანდაცვის მინისტრი, თუმცა დავით სერგეენკოს თქმით, პროგრესის მიუხედავად ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ წარმატების შენარჩუნებაა. ეს ცვლილებები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი მოგვარებულია, საჭირო არის შემდგომი პროგრესი და ყველაზე მთავარი ამოცანა ალბათ არის, რომ ეს დადებითი დინამიკა შენარჩუნებული იყოს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელი წლების განმავლობაში სასჯელ აღსრულების სისტემაში განხორციელებულ პრობლემებს იხსენებს. ეკა ბესელიას თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც ჯანმრთელ პატიმრებს C-ჰეპატიტით დაავადებულ მსჯავრდებულებთან ერთად ათავსებდნენ. ბესელიას თქმით, რაც დრო გადის, პრობლემები უფრო მეტად იჩენს თავს. შესაბამისად, მთავრობამ პატიმრების მკურნალობისათვის სწორი გზა უნდა აერჩიოს. საკმაოდ რთული მოცემულობა არის შექმნილი, მაგრამ ის ახალი პროექტი, რომელსაც ახორციელებს სასჯელ აღსრულების სამინისტრო, აღმოჩნდა მართლა ძალიან კარგი. ჩვენ გვაქვს ხა ამოცანა, რომ ეს პროგრესი შევინარჩუნოთ და კიდევ ერთი საკითხი, ეს არის პატიმრები, რომლებიც ექვემდებარებოდნენ წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, მათი განცხადებების თაობაზე რეაგირების შემდგომი გზები და მექანიზმები, რომლებიც არის ასევე ჩვენთვის განსაწყვეტი საკითხი. ანუ საკმაოდ ბევრი თემაა. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი ყველა საუკეთესო რეფორმა შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყო ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც განხორციელდა ციხეებში. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ციხეებში ჯანდაცვის რეფორმას დადებითად აფასებენ, თუმცა იმ ხარვეზებზე საუბრობენ, რაც პატიმრების უფლებებს ხვდავს. მათი ნაწილი კი ერთ-ერთ მიღწევად იმ კომისიის მუშაობის განახლებას მიიჩნევს, რომელიც დაავადებული მსჯავრდებულებისათვის სასჯელის გადავადებას ან გათავისუფლების გადაწყვეტილებას იღებს. მათი თქმით, კომისიის მუშაობა გასულ წლებში დროში გაჭიანურებული და პარალიზებული იყო. ჩვენ ორგანიზაციას ამ მიმართულებით დასკვნაც აქვს დაწერილი და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ახალმა ხელისუფლებამ, კერძოდ კი პენიტენციურ სისტემის ახალმა მესვორებმა აბსოლუტურად გაითვალისწინეს ჩვენ დასკვნაში მითითებული რჩევები და რეკომენდაციები და მთლიანად მოახდინეს ამ კომისიის მოდიფიცირება, ისე რომ დღეს რეალურად პატიმრებს, რომლებიც არიან დაავადებულები, შანსი აქვთ რეალურად, რომ მიაღწიონ სასჯელის გადავადებას ან სასჯელისაგან გათავისუფლებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მექანიზმი პრაქტიკაში ამოქმედდა. არ შემიძლია ეს არ აღნიშნა, რომ აუცილებელი არის, რომ ინფრასტრუქტურა სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში იყოს აუცილებლად ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. აქ არის საუბარი ნებისმიერ დეტალზე, თუნდაც ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის და ნებისმიერისთვის, რომელსაც გარკვეული საჭიროებები გააჩნიათ. ამ მხრივ დღეს საუბარი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა მიმაჩნია, რომ აუცილებელი არის, რომ ეს იყოს გათვალისწინებული. გარდა ამისა, არსებობს ქალთა დაწესებულება, როგორც იცით, და იქაც გასათვალისწინებელია გენდერ სპეციფიური საჭიროებები. აქ ძალიან ბევრი დეტალია, რომელიც ნამდვილად უნდა გაითვალისწინოს სამინისტრომ და ამასაც აქტიურად იყოს მუშაობა მიმართული. კონფერენციაში, რომელიც მთლიანად სასჯელ აღსრულების სისტემაში განხორციელებულ ჯანდაცვის რეფორმას დაეთმო, როგორც მინისტრთა კაბინეტის წევრები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წევრები მონაწილეობდნენ. როგორც შეხვედრაზე ითქვა, სამედიცინო მომსახურებაზე გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობა, პენიტენციური ჯანდაცვის ბიუჯეტის 12 მილიონამდე გაზრდა, სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება, C-ჰეპატიტისათვის შემუშავებული პროგრამა და კვების ახალი სისტემა, ეს იმ რეფორმის შედეგია, რომელიც სასჯელ აღსრულების სამინისტრომ ციხეებში ჯანდაცვის მიმართულებით განახორციელა.